სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნების ქართულ ენაზე ატვირთვას და მივყვებით ისეთ თემებს, რომლებიც ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ქართველი მსმენელებისათვის და მე არაერთხელ მითქვია, რომ როდესაც ბოლოს საქართველოში ვიყავი დიდი ხნის შემდეგ, მე გამაოცა ამ ფენომენმა თუ როგორ სიტყვაბილწაობდა ქართველი ერი. ქალიან, ბავშვიანა. ყველა აბსოლუტურად. კაცებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ჩვენ დროსაც კაცები ესე უაზროდ არასოდეს სიტყვაბილწაობდნენ, არ იგინებოდნენ და ეხლა მე მიკვირს სოციალურ ქსელებში, როდესაც რამეს დავწერ ხოლმე სადმე, თუნდაც სადღაც კომენტარი გავაკეთო, ხო ახალგაზრდებს განცდაშიც არა აქვს. ისე ხმარობენ ძალიან მძაფრ სიტყვებს. მე ვხედავ რომ განცდაში არა აქვს და ის დატვირთვა არ არის როგორი ჩვენთან ქონდა და ესეც შემაშფოთებულია რა თქმა უნდა. და როდესაც გადავხედე და მაინტერესებდა ბიბლიაში თუ სადმე იყო კინება, მე ვერსად ვერ მივაკენი. თუ თქვენ მიაგნებთ და მომწერთ, ძალიან კაი იქნება. არის ესეთი ძალიან მკაცრი სიტყვები გამოყენებული სხვადასხვა სახის, მხილების დროს, წინასწარმეტყველების დროს და მიმობნეულია მეფეთა წიგნებშიც ასევე, მაგრამ აი გინება განსაკუთრებით სექსუალური აქსესუარებით, აი რასაც ქვია profanity, foul language English-ში, ხო? და ბევრი სხვადასხვა ისენი აქვს ინგლისში. და იცით ალბათ, როდესაც ფილმების თარგმნა დაიწყეს, ხო, ინგლისურ ფილმებშიც, ამერიკულ ფილმებშიც განსაკუთრებით შემოვიდა ეს FF ვორდები და სერიალებშიც და ალბათ აი ამანაც გამოიწვია საქართველოში ესე გაიოლება, როდესაც ითარგმნებოდა და ძალიან ბევრი ალბათ ამ სერიალებსაც უყურებდა და იფიქრეს, რომ აი დასავლეთში ეს მიღებულია და ჩვენთანაც სულ სხვა დატვირთვა აქვს, მენდა იცოდეთ დასავლეთში ამას და ის დატვირთვა არ ქონდა, რაც ჩვენთან ქონდა აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, აქაც გამართლება არანაირად არ აქვს, მით უმეტეს, როცა იესოს სახელიც არის ამასთან მოხსენებული. ამაზე მძაფრი რა უნდა იყოს, ამაზე საშინელება რა უნდა იყოს. განაც ზოგადად მოხსენებული პირდაპირ იესოს მოხსენება გაოცების დროს და რაღაცის დაუშვათ სიტყვებთან, ხო? F ვორდებთან. აი ესეთი ძალიან ცუდი სიტუაცია დღეს და ჯონ მაკარტურიც იხსენებს თავის ბავშვობას, როდესაც ამ ქადაგებას წერს ენის მოთვინიერებაზე და რომელსაც იყენებს იაკობის რომლისთვისაც იყენებს იაკობის წერილს, სხვადასხვა ადგილებზე ამაზე ბევრი საუბარი და მოიყვანს ჯონ მაკარტური პარალელებს და ჩვენ წავიკითხავ მას თუ მას ერთი ქონდა, მე მთლიანად მოგაწვდით ხოლმე იმას რაც ამას შეეხება, იმიტომ რომ ინგლისურმა მსმენელმა იცის ბევრი, განსაკუთრებით ჯონ მაკარტურის მსმენელებმა და ჩახედვაც არ ჭირდებათ, მაგრამ ქართულ მსმენელებმა ხო არ იცის და ამიტომ იძულებული ვარ ჩვენ უფრო მეტი ბიბლიური პარალელები მოვიყვანოთ. ეს ქადაგება ჩაიწერეს 1986 წლის 14 დეკემბერს და ამ დროს ალბათ ჯონ მაკარტური თავის ოქროს ესე ვთქვათ ასაკში არის და ძალიან ძლიერად და კიდე უთმობს ამას ყურადღებას, იმიტომ რომ უკვე ზოგიერთ ეკლესიაშიც მაგასაც გადავხედე ხომ პროტესტანტულში აქ სხვადასხვა ქადაგებები აქვს ამ თემაზე ჯონ მაკარტურს, რომ არის პირდაპირ გაგებით ისეთი ეკლესიები, სადაც მხოლოდ გინება არის. აი ესეთი ადამიანები ვითომ რომ მოიქცნენ კრიმინალური სამყაროდან რაღაცა, მათთვის გინებით და ასევე სექსუალური რაღაცა იმეებითაც და ამაზეც აქვს ალკე ქადაგება ჯონ მაკარტურს, როგორი დაუშვათ საშინელი არის ეს და როგორი წარმართული და ჩვენ ამასაც დავინახავთ ასევე რომ როდესაც გული სავსეა, ხო? ზუსტად იქიდან მოდის ეს სიტყვები და ასე რომ ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ ცირა მე გულში არ მაქვს, მაგრამ აი სიტყვებში ამას გამოვხატავ. აი ბიბლია ამის საწინააღმდეგოდ ამბობს. იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი წყაროდან გადმოდიოდეს ორი ესეთი განსხვავებული საუბარი და შეიძლება ლექსიკონი და ქართულიც მდიდარია ისე, რომ სექსუალური და ესეთი გინებები არ გამოიყენოს ადამიანს. რა თქმა უნდა, ახლა წყევლას ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ წყევლა უფრო სექტანტურად გამოაჩენს ადამიანს, მაგრამ არის სხვადასხვა გაბრაზების მეთოდები. მე მინახია ჯონ მაკარტურიც, როცა აკრიტიკებს და ამხელს დაუშვათ კათოლიკურ ეკლესიას, ისეთ პასტორებს განსაკუთრებით, რომლებიც პენტაკოსტელები არიან, ხომ 50-იანელებიდან
და როდესაც ლაპარაკი იყო ფულის კეთებაზე და ადამიანებს რო ატყუებენ და საშინელ იმას ავრცელებენ, მე მინახია მისი, მაგრამ ძალიან სხვადასხვა სიტყვებით არის ეს გამოყენებული და გამძვინვარებაც. შეიძლება განრისხდე, რასაც ბიბლია გვეუბნება, ოღონდ მზე არ ჩავიდესო, მაგრამ არ გამოიყენო ისეთი სიტყვები, რომლებიც იმ პირიდან არ უნდა გამოდიოდეს, რომელიც ღმერთს აქებს და ღმერთს ადიდებს და ამასაც მოვისმენ ჩვენ. იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი, როგორ გითხრათ, მე რაც მოვისმინე საქართველოში რაც მოვისმინე, ხო? რომ ბავშვებიც აი რომ უსმენენო მამას, ხო? მე ბავშვები და პირველი სიტყვებს მაგას იღებენ. და ეს არის ზუსტად არა მარტო ქუჩის გავლენა, ალბათ ოჯახშიც ავტორიტეტი ვინც არის, იქიდან გაუკვირდა კიდევაც ადამიანს და ერთმა გოგონა მისიცა თქვა, ნეტა დედა არისო ისეთი ოჯახი, სადაც არ იგინებიანო? აი ესე ჩემი ყურით მოვისმინე ეს ასე რომ აი ესეთი ამბები ძალიან ხშირი არის საქართველოში და ქალებიც უკვე ჩართულები არიან, იმიტომ რომ ბუნებრივია ქალები ბაძავენ კაცებს, ხო? და მე ბავშვებიც ახალგაზრდაობა რო იზრდება ესეთ სერიალებზე, ხო? რომელსაც იღებენ ახლა იაფასიან სერიალებზე, სულ ყველგან არის ესე თქვათ, ესეთი ღია, ესეთი სიტყვაბილწაობა და ეს ერთს ყრყნის წარმოიდგინეთ ღმერთი როგორ მრისხანებს ესეთ ერზე და განსაკუთრებით როცა ხვდებით მამაობები, მღვდლები, ხო ახლა ვიღაცები თავს იკავებენ, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ძირითადში მათშიც არის ეს აგრესია, იმიტომ რომ მათი გული სავსეა ასეთი რა ქვია განცდით და ასეთი განწყობით. ხო და ქრისტიან ადამიანი, როცა ქრისტიანი და სხვისი სამაგალითოა, მე მგონი არანაირად არ უნდა იმას აქნას მიცეს საბაბი ახალგაზრდებს, რომ ამაში რაღაცნაირად მიბაძოს და ხო გითხარით, მე ხლა არ მახასიათებდა, არც მომჩემს არ ახასიათებდა, მაგრამ მიუხედავ ამისა, მაინც საზოგადოების გავლენა რო არის, შეიძლება საზოგადოება, აი მაგალითად მახსოვს ჯარში ძალიან და ციხეში თუ ადამიანი მოხდება, იქ მხოლოდ ეს ტერმინოლოგიებია, იქ ვერ ელაპარაკებს სხვანაირი ტერმინოლოგიები და აი მაშინ მე ჩემი დავი ბინძურე, რომელიც მე გაიწმინდა, მალე ისევ საქართველოში რომ მომიწია დაბრუნება და აქ ხო ესეთ გარემოში აქ საერთოდ როგორ გითხრათ მეთქი აქ საერთოდ საჭიროებასაც არ წარმოადგენს, ეგა თუ რო ატარებ ვიღაცა შეიძლება გულში რაღაცა უცებ წამოიძახო ან რაღაცა ადამიანმა, ხო, მაგრამ ისე რომ ეს გამოიყენო ყოველდღიურ საუბრებში ან იმას ჩვევაში გადაგივიდეს, ეს არის საშინელება და უკვე შინაურებშიც და შენს ახლობლებშიც უკვე რომ ამას იყენებ, ეს უკვე ჩვევაში გადასვლა არის ეგა, ხო, მეტი არაფერი. აი მოდით მოვისმინოთ ახლა ჩვენ ენის მოთვინიერებაზე, რას გვეუბნება ჯონ მაკარტური. მე რამოდენიმე აქედან ამონარიდი გავაზიარე პოსტად, იმიტომ ძალიან მომეწონა რომ მინდოდა წერილობითაც ყოფილიყოს და არ ვიცი ბევრმა იცის თუ არა, მაგრამ როცა ფოტოთი და წერილობითაც აზიარებ, ეფექტი ძალიან კარგი არის, მოკლე არის, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანებს არ აქვს საშუალება რომ დიდი ქადაგებები მოისმინო და ეს უკვე დევს და ყოველთვის ინახება და 3-4 წლის შემდეგ ამოდის ჩემთან მეხსიერებაში და მე კიდევ ვაზიარებ ხოლმე მათ და ეს ძალიან ეფექტური არის სოციალურ ქსელებში. ზოგს აქ აი რაც გამიკეთებია, ზოგს 1000-2000 შესულაც ქონია. იმიტომ რომ ხალხს დრო არ აქვს, უცებ ფოტოც ეფექტური არის, ასეთი არის ბაიბელ არტი, შეთვითონ რო არ იწვალო ხელოვნური ინტელექტით და ძალიან ბევრი ბიბლიური პერსონაჟები, ბიბლიური მოვლენები ახლა ასახული არის, თუ ადრევე ძები კლასიკურ ნახატებში, დღეს უკვე ეს ბაიბელ არტით, ხელოვნური ინტელექტით არის ძალიან ბევრი გაკეთებული და ძალიან ეფექტური არის და ავტორებსაც ფოტოებით ვაზიარებ ხოლმე, ვინც დაუშვათ ამ ფრაზებს ამბობს ან ვინც მოიხსენია ჯონ მაკარტურმა კომენტარებში, რომ ქართველებმაც გაიცნონ ის ადამიანები და უამრავია, იმდენი უამრავი თეოლოგი და პასტორი არის, მე კიდევ არ ვიცი, აი რამდენი გამიზიარები, რამდენი მომისმენია, ხო? როცა იხსენებენ ეს ავტორები და ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომლებიც ცნობილი არ არის, აი თუ შეხვალთ სეკულარულ ისტორიაში და თუნდაც აი რაღაცა სეკულარული იმიდან, ხო, თქვენ ამ ხალხს ვერ გაიცნობთ. აი ამ კომენტატორებს, ამ პასტორებს, ძალიან ცნობილებს შეიძლება ახლა სპერჯენი ყველა მიცოდეს და თოზერი ყველა მიცოდეს, ხო? მაგრამ და ბევრმა იცოდეს, ყველა არ არის სწორი ნათქვამი, მაგრამ არიან ძალიან უამრავი შოტლანდიელი, ბრიტანელი, ამერიკელიც, აი ძალიან ისეთი კარგი ცნობილი პასტორები, რომელთანაც მე შეხება არ მქონია და გზადაგზა ვიგებ ხოლმე. ეს არის რაც მინდოდა ამათთან მეთქო. მოდით ახლა მოვუსმინოთ ჩვენ ამას. დღეს ბიბლიის შესწავლისას ჩვენ დაუბრუნდებით იაკობის სახარების მესამე თავს და კვლავ განვიხილავთ თემას ენის მოთვინიერებაზე. დამსწრეთა რაოდენობის მიხედვით ხედავ, რომ გასული კვირის ქადაგება ცოტა ზედმეტად დამაჯერებელი იყო. არ ვიცი რომ ეს პერიოდი ძალიან დატვირთულია, იმიტომ ლაპარაკობს რომ დეკემბერში არის 14 დეკემბერი და დღეში იქნება ქრისტესშობა და ქრისტესშობა ძალიან დიდი დღესასწაულია, განსაკუთრებით ამერიკაში რო იცოდეთ.
და ისიც ვიცი როგორია დღესასწაულებისთვის მზადება, ოჯახი, ყველანაირი საქმე. ნეტავ ასე არ იყოს, მაგრამ ზოგჯერ ღვთის სიტყვის სწავლება მეორე ადგილზეა ხოლმე გადაწეული სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, წლის ამ დროს ის ყველას გულში პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ისევ იაკობის სახარების მესამე თავს უბრუნდებით, როდესაც ამას უყურებდი, ენის მთელ იდეაზე ვფიქრობდი და ჩემს ბავშვობას გადავხედე. ერთ-ერთი რამ, რაც ძალიან ნათლად მახსოვს გონებაში, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ეკოსავით ჟღერს, არის ფრაზა, რომელსაც დედაჩემი ხშირად იყენებდა. ის დაახლოებით ასე ჟღერდა: ჯონი, თუ კიდევ ერთხელ გავიგონებ შენგან მსგავს რამეს, საპნით გამოგირიცხავ პირს. გაგიგიათ ვინმესე ეს? არ ვიცი დღეს ბევრს ამობენ თუ არა? მსგავს არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ვინმე აწესებდეს ზღვარს იმასთან დაკავშირებით თუ რა არის მისაღები და რა არა. ყოველ შემთხვევაში ისე როგორც ეს იყო ჩემს ბავშვობაში, მაგრამ ჩემს ოჯახში ნებისმიერი ცუდი სიტყვა, ნებისმიერი უხეში სიტყვა, ნებისმიერი უზრდელი სიტყვა შეიძლება იშვიათი ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ის ხდებოდა, როდესაც ისინი შეუფერებელი იყო, დედაჩემი როგორც წესი საპნით მიბანდა პირს. პირდაპირ გაგებით. მინდა იცოდეთ, რომ ის საპნის გემო დღემდე მაქვს პირში, ეს იყო ფელსნაფთა, სწორედ ასეთი საპონი, რომელიც მან გამოიყენა. იყო ძალიან მწარე ტუტე ტიპის საპონი და მან ნადვილად იმოქმედა ჩემზე. სინამდვილეში დღემდე ეს ყოველთვის მახსენდება ხოლმე. მე აბსოლუტურად ვერ ვიტან ბოროტ ლაპარაკს, ცუდ ლაპარაკს, უხამს ენას. ფიქრობ, რომ ეს შეიძლება არა მხოლოდ ჩემს თეოლოგიას უკავშირდებოდეს, არამედ იმ ფაქტსაც, რომ რამდენჯერმე საპნით გამომირიცხეს პირი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ დედაჩემი იმ ადამიანთა გრძელ რიგში იდგა, რომელსაც სუფთა მეტყველება უყვარდათ და სურდათ, რომ ოჯახშიც ესე ყოფილიყო მისაღები. იაკობი ქრისტეს ხორციელი ძმაც, რა თქმა უნდა, ამ რიგის სათავეშია, ადამიანური თვალსაზრისით, რადგან სწორედ მისი მონაკვეთი აქ ყველაზე განსაზღვრელი მთელ ბიბლიაში სუფთა მეტყველებასთან დაკავშირებით. თუ იაკობი ცოცხალი იქნებოდა და შესაძლოა დღეს ჩვენთან საუბარი შეძლებოდა, ის დღეს როგორც არასდროს ხაზს გაუსვავდა ადამიანების პირის სულიერად თუ არა სიტყვით გამორიცხვის აუცილებლობას. და დარწმუნებული რომ იაკობი ძალიან იყო აღელვებული სუფთა მეტყველების ამ საკითხს, რადგან ესმოდა, რომ მისი უფალიც ამითი იყო აღელვებული და შეშფოთებული. მან გაიგო ის, რაც გასულ კვირას ვნახეთ მათეს სახარების მე-12 თავში, სადაც იესომ თქვა, რომ ჩვენ ღვთის წინაშე პასუხს ვაგებთ ყოველი ფუჭის სიტყვისათვის. არა მხოლოდ ბოროტი სიტყვებისათვის, არამედ ნებისმიერი ფუჭის სიტყვებისათვის. უყურადღებო სიტყვებისათვის, რომლებიც არ ემსახურება კეთილ დადებით მიზანს. და იმის ცოდნამ თუ როგორ ეპყრობოდა უფალი ბოროტ სიტყვას, მან დიდი სტიმული მისცა, რომ იგივენაირად მსგავსად მოპყრობოდა მას, ლაპარაკია იაკობზე. და ამიტომ, როდესაც იესო ასწავლიდა, რომ მეტყველება სუფთა უნდა ყოფილიყო, იაკობიც ასწავლიდა იგივეს. და როგორც იესო ასწავლიდა, რომ ადამიანის გული მისი პირით ვლინდებოდა, ასევე იაკობიც იგივეს ასწავლის. და მინდა რომ ეს თქვენც გაიგოთ და გაგიზიაროთ. მათეს სახარების მე-12 თავის 34-37 მუხლიდან, როგორც ბოლოჯერ ნახეთ, იესო ამბობს, რომ ან თქვენი სიტყვით გამართლებით, ან თქვენი სიტყვით დაიგმობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი მეტყველება თქვენი გულის იმდენად გამხელაა, რომ თქვენი საუბრის მანერიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს თქვენი მარადიული ბედი. მე წავიკითხავ ამ ადგილს. ჯონ მაკარტურს არ ქონდა მოყვანილი, იმიტომ რომ წინა კვირას იქ ადაგეს და იქ ახსენა. 34 მუხლიდან მე-12 თავის წაკითხავთ. იქედნეთა ნაშოვნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ლაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ, რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. კეთილკაც კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტკაც ბოროტის საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭის სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს, რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მჟავრდადებული. მეგონი ჩვენ ამას წინებზეც ერთ-ერთ ქადაგებაში ეს ადგილი მოვიყვანეთ. ენა სწორედაც რომ იმის დასტურია, თუ რა არის სინამდვილეში თქვენს გულში. და ეს ძალიან ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი შობა ხელახლა დაბადება, ხელახლა შობა ხსნა, მასთან დაკავშირებული ტრანსფორმაციითა და განწმენდით ახალ ქმნილებად გაქცევთ და ახალი ქმნილების ნაწილი, ბუნებრივია, უნდა იყოს ახალი მეტყველება. ქრისტიანები სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად საუბრობენ, არა სრულყოფილები, მაგრამ ნამდვილად განსხვავებულები.
მოусმინეთ, რას ამბობს მოციქული პავლე კოლოსელთა მიმართ წერილში, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია ეს. თავი მესამე. თუ ქრისტესთან ერთად აღდექით, ეძიეთ ზეციური, სადაც ქრისტესის ღვთის მარჯვნივ, იფიქრეთ ზეციარზე და არა მიწიერზე, რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. ახლა პავლე ამას გვეუბნება, თქვენ მოკვდითო და გაქვთ ახალი სიცოცხლე დაფარული ქრისტეს ღმერთში. ამიტომ თქვენი ახალი ცხოვრებით იფიქრეთ ზეციარზე და არა მიწიერზე. მიწიერის სხეულის ასოები კუდრებად ჩათვალეთ უზნეობისთვის, უწმინდურობისთვის, ნებისთვის, ბოროტის სურვილებისთვის და სიხარბისთვის, რაც კერპთაყვანის სულობას უდრის, რადგან სწორედ ამ ყველაფრის გამო მოვა ღვთის რისხვა და თქვენც მათში დადიოდით ოდესღაცო, როცა მათში ცხოვრობდით. ახლა ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახალი ქმნილება ხართ. თქვენ გაქვთ ცხოვრებისადმი სრულად ახალი მიდგომა, შეცვლილი ბუნება და შეცვლილი ქცევა. შემდეგ ის მერვე მულში ამბობს, ახლა თქვენც მოიშორეთ ეს ყველაფერი. რისხვა, ძვინვარება, ბოროტება, ცილის წამება, თქვენი პირიდან გამომავალი გმობა. მოიშორეთ ეს ყველაფერი. მათ ადგილი არ აქვთ მორწმუნის ცხოვრებაში. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს. ეს კიდევ ერთი სახის უკანონო სიტყვა, რადგან მოიშორეთ ძველი მისი ბოროტი საქმეებით ვთ. შეიმოსეთ ახალი თავი, რომელიც განახლდება ჭეშმარიტი ცოდნისათვის, მისი შემოქმედის ხატისამებრ. ახლა როდესაც მორწმუნე ხდებით, გაქვთ თქვენ ახალი გული. ახლა როდესაც გაქვთ ახალი გული, უნდა გქონდეთ ახალი ქცევაც. ეს ახალი ქცევა ასევე გულისხმობს ახალ მეტყველებას. სინამდვილეში თქვენი მეტყველება საუკეთესო არის განსაზღვრული მე-16 მუხლში. და დაე ქრისტეს სიტყვა დამკვიდრდეს თქვენში ყოველგვარი სიბრძნით, რომ ასწავლოთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, მადლიერებით უგალობოთ უფალს თქვენს გულებში და რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყველაფერი აკეთეთ უფალი იესოს სახელით, მისი მეშვეობით, მადლობა შესწირეთ ღმერთს და მამას. ამგვარად თქვენს მეტყველებაზე მკვეთრად მოქმედებს თქვენი ახალი ბუნება, თქვენი ტრანსფორმაცია. ქრისტეში ახალ ადამიანს ახალი პირი, ახალი ენა და ახალი მეტყველება აქვს. ამგვარად ენა გულისათვის ნამდვილად ლაკმუსის ტესტი ხდება. პირველ თავში გახსოვთ 26 მუხლი. თუ თქვენ შორის ვინმე რელიგიურად გამოიყურება, ან თავს რელიგიურად თulis, ან თავს რელიგიურად წარმოაჩენს, მაგრამ ენას არ ალაგმავს, ის თავის გულს ატყუებს და მისი რელიგია უსარგებლოა. თუ თქვენი სავარაუდო ხსნა თქვენი საუბრის მანერაში არ ვლინდება, თქვენი ხსნა მხოლოდ თვითმოტყუებაა. ამიტომ როგორც იაკობმა თქვა მეორე თავში, ჩვენც ვიტყვით, რომ რწმენა საქმეებს წარმოშობს. ერთ-ერთი საქმე, რომელსაც რწმენა წარმოშობს, არის ღვთის სადიდებლად მეტყველება. ახლა მინდა ამაზე ერთი წუთით ვისაუბროთ და ნათლად გაიგოთ ზოგიერთი თეოლოგიური განსხვავება. ჭეშმარიტი მორწმუნეები, ყურადღება მიაქცეთ ამას ეს სიტყვა. ჭეშმარიტი მორწმუნეებს ექნებათ განწმენდილი ენა. ჭეშმარიტ მორწმუნეებს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, სრულიად გარდაქმნილ ადამიანებს, ქრისტეში განახლებულებს აქვს განწმენდილი ენა. თქვენ იკითხავთ. კარგი, მოიცადეთ ერთი წუთით. თუ გვექნება მაშინ რატომ გეუბნებით, რომ უნდა გქონდეს? რადგან ერთი არის სუვერენული რეალობა ახალშობაში, ხოლო მეორე არის ადამიანური პასუხისმგებლობა, რომელიც რეალურად ჩვენი შესასრულებელი უნდა იყოს. და ეს არის ჩვენი ქრისტიანული გამოცდილების საოცარი, თითქოს დამოჩვენებითი წინააღმდეგობა და პარადოქსი. თუ ჩვენ ნამდვილად ახლები ვართ ქრისტეში, ჩვენ გვექნება სულთა მეტყველება და თუ ჩვენ ნამდვილად ახლები ვართ ქრისტეში, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოთ სულთა მეტყველება. ეს არის მუდმივი ბიბლიური პარადოქსი. თუ თქვენ ეს გესმით და მას ხშირად ვაწყდებით ბიბლიის შესწავლისას, ჩათვალეთ, რომ თქვენ ნამდვილად გეხართ ღვთის საიდუმლოების გაგების გზაზე. თქვენ არ შეგიძლიათ მისი სრულად გაგება, მაგრამ უნდა ასე აგიხსნით ამ პარადოქსს. ჩვენ გადარჩენილები ვართ სუვერენული მადლით, ასე არ არის? რჩეული მასში სამყაროს დაარსებამდე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიწამოთ და გვჯეროდეს ეს. ჩვენ გვიცავს ღმერთის უსაფრთხოება მისი სურვენული განკარგულებით, მაგრამ ჩვენ უნდა გაუძლოთ ყველა ამ განსაცდელს და ამ გზაზე. ჩვენ ცხოვრობთ სუვერენული ძალით, არამედ ქრისტე, რომელიც ცხოვრობს ჩვენში, მაგრამ ჩვენ ასევე გვმართებს მორჩილებაც. ანუ ჩვენი მონაწილეობაც ხდება ამ პროცესში. და როგორც იაკობი იტყოდა, რადგან ჩვენ ახალი ქმნილებები ვართ, ჩვენ გავუძლებთ განსაცდელებს და ჩვენ უნდა გავუძლოთ მათ. ჩვენ მივიღებთ სიტყვას და დავემორჩილებით მას და ჩვენ უნდა მივიღოთ სიტყვა და დავემორჩილოთ მას. ჩვენ მოწყალენი ვიქნებით გაჭირვებულთა მიმართ მიკერძოების გარეშე და ჩვენ უნდა ვიყოთ მოწყალენი გაჭირვებულთა მიმართ მიკერძოების გარეშე. ანუ ერთია, რასაც გვეუბნება ღმერთი და ვიქნებით, მაგრამ მეორე ჩვენი ჩართულობა შიგნით და ჩვენი ძალისხმევა. ჩვენ შევქმნით კეთილ საქმეებს, უნდა შევქმნათ ასევე ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ ვერასდროს შეძლებთ გადაწყვიტოთ ის ფაქტი, რომ ის რასაც ღმერთი ამბობს, რომ თქვენზეც იქნება ჭეშმარიტი, ამიტომ თქვენც უნდა გახადოთ ეს ჭეშმარიტად. ის რომ ღმერთმა თქვა ესე, არ ნიშნავს რომ შეგვიძლია ზურგზე წამოვწვეთ და ვიმედოვნოთ, რომ ეს მაინც მოხდება, იმიტომ რომ ღმერთმა თქვა. ეს არის ქრისტიანული გამოცდილების აშკარა პარადოქსების საიდუმლო. სადაც არის ნამდვილი ცოცხალი რწმენა და ჭეშმარიტი აღორძინება ტრანსფორმაცია, ეს ყველაფერი იქნება შედეგი და ამავე დროს ამ შედეგს თქვენ ჭირდებით, რომ ეს შედეგი მიღწეული იყოს. ანუ თქვენი ჩართულობა ამაში აუცილებელია და თქვენი ძალისხმევაც. ღმერთი წარმოქმნის მათ ჩვენში, მაგრამ ის წარმოქმნის მათ ჩვენში ჩვენი მათ და მიერთგულების შესაბამისად. გესმით ეს? ეს არის საუკეთესო, რისი გაგება ჩვენ შეგვიძლია. ასე რომ, როდესაც იაკობი საუბრობს ენაზე, ის საუბრობს იმ ჭეშმარიტებას, რომ ენა გამოავლენს გულის მდგომარეობას და ამავე დროს მოგვიწოდებს, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი ჩვენ შეგვიძლია, რათა უზრუნველყოთ, რომ სინამდვილეში მოხდეს ეს. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავჯდეთ და თქვათ, ღმერთი ამბობს, მე რომ ვარ ახალი ქმნილება და ყველაფერი თავისით მოხდება და ჩემი მეტყველებაც გამოსწორდება. ღმერთი ამბობს, რომ თქვენ ახალი ქმნილება ხართ და ყველაფერი მოხდება, მაგრამ არა თავისით, არამედ თქვენი სულით ახსილი ერთგულებით და ეს არის ძალიან ძირითადი პრინციპი მორწმუნე ქრისტიანის განწმენდისა და სულიერი ზრდის პროცესში. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაკვეთი გაითვალისწინეთ, ეს არის განცხადება ცოცხალი რწმენის ხასიათის შესახებ, როგორც ეს ჩვენი მეტყველებით ვლინდება, ის ასევე მოწოდებაა ჩვენთვის, რომ გამოვასწოროთ ჩვენი მეტყველება, რადგან ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რასაც ღმერთი ამბობს, რომ ჩვენზე იქნება ჭეშმარიტი, ჩვენც უნდა ვცადოთ, რომ გახდეს ეს ჭეშმარიტი. ღმერთი ზრუნავს იმაზე, რაც იქნება და ჩვენ მისი ძალისადმი დამორჩილებით ზრუნავთ იმაზე, რაც უნდა მოხდეს. ახლა იაკობი შემდეგ ასახელებს 5 დამაჯერებელ მიზეზს ჩვენი ენის კონტროლისათვის. 5 დამაჯერებელ მიზეზს. გასult რა გადავიტანეთ პირველი ჩვენ განვიხილეთ პირველი ორი ბოლოს, ხომ? პირველი მისი პოტენციალი, რისი დაგმობის. ანუ ენას აქვს ხილების და დაგმობის პოტენციალი. გასult მე წაგიკითხავთ ისე გამეორების თვალსაზრისით პირველ და მეორე მუხლებს ამ თავიდან, იაკობის მესამე თავიდან. ჩემო ძმებო, ბევრი ნუ გახდებით მასწავლებლები, რადგან იცოდეთ, რომ ასეთები უფრო მეტად განვიშებით. ვინაიდან ჩვენ ყველანი ბერს ვცოდავთ, ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც. აქ იაკობი ამბობს, რომ ენას განკითხვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ილუსტრაციად მასწავლებლებს იყენებს. ის ამბობს, ნუ იჩქარეთ სწავლების სახურებაში, რადგან ენას იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ არ გსურთ ისეთ სიტუაციაში მოხვედრა, სადაც თქვენ ენას იყენებთ და თუ არ გესმით იქ არსებული პოტენციური საფრთხე. ნუ იჩქარეთ წმინდა წერილის მასწავლებლად გახდომას, რადგან ვერავინ აიცილებს თავიდან ენით შეურაცხყოფას. ხოლო როდესაც მასწავლებელი ხართ, ენით შეურაცხყოფთ, შედეგები შორს მიმავალია. ანუ როდესაც თქვენ მასწავლებელი ხდებით, თქვენ გმობთ, ამხელთ და ამის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ეს ადამიანს. და ამ თვალით სხვათა შორის მეც არ შემიხედია ამ ადგილისათვის. ახლა გთხოვთ შეამჩნიოთ ის რას ამბობს, რომ არავინ იყოს კი არ ამბობს, რომ არავინ იყოს მასწავლებელი. არ ამბობს ის ამბობს, ბევრი ნუ იქნება მასწავლებელი. მოწოდებულები, ნიჭიერები და მომზადებულები გასაგებია და დანარჩენება უნდა თავის შეიკავოთ, რადგან ენას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ არასწორად რამე რო თქვათ, ღმერთის ჭეშმარიტება დაამახინჯოთ. ამით დიდი განკითხვა შეიძლება თავზე მოიტანოთ. ახლა ერთი წუთით მინდა რომ პირადზე ვისაუბრო. ეს ჩემი რწმენაა და ამას ხშირად ვამბობ ხოლმე. მაგრამ იცოდეთ, ეს ჩემი რწმენა და პირადული, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ასწავლის ბიბლიას, ძალიან ბევრი. და მე არ ვამბობ, რომ არსებობს რაიმე ბიბლიური მონაკვეთი, რომლის განხილვაც შემიძლია ამის დასამტკიცებლად, მაგრამ ვფიქრობ, ის რასაც იაკობი აქ ამბობს, გულისხმობს, რომ ბევრი ადამიანი შევა მასწავლებელთა რიგებში, ვისაც ნამდვილად არ ეკუთვნის იქ და თავს დაიტეხენ ძალიან ძიმე ვითარებას ღვთის სასჯელისას. ან სხვა რაიმე თვალსაზრისით. უბრალოდ ჩემი რწმენა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ასწავლის ღვთის სიტყვას, რომელსაც არასწორად ურჩევენ ამის გაკეთებას, რომლებიც ცუდად არიან აღჭურვილი, რომლებიც ცუდად არიან მომზადებულები და თავიანთ სწავლებაში არსებული შეცდომების გამო უფრო მკაცრ განკითხვას დააკისრებენ საკუთარ თავს, ვიდრე იმაზე, თუ ისინი საერთოდ არ გახდებოდნენ მასწავლებლები. ჩვენ ნაკლები მასწავლებელი და ნაკლები ეკლესია კი არ გვჭირდება, არამედ ჩვენ გვჭირდება მეტი შესანიშნავი მომზადებული, პროფესიონალი ბიბლიის მასწავლებელი და მეტი შესანიშნავად აღჭურვილი ეკლესიები.
იაკობიც იგივეს მოითხოვს სწავლების საკითხის სერიოზულობის გაცნობიერებას ენის სერიოზული და მძიმე შეცდომების დაშვების პოტენციალის გამო. ამიტომ ენა უნდა იყოს კონტროლირებადი მისი განჟის პოტენციალის გამო. მეორეც, ენა უნდა იყოს კონტროლირებადი მისი კონტროლის უნარის გამო. თუ მას არ აკონტროლებ, მას ყველაფრის კონტროლი შეუძლია მერე თავად. მეორე მუხლი, ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ, ვინც სიტყვით არ ცდება სრულყოფილი ადამიანი, მას შეუძლია ალაგოს მთელი სხეულიც. და მესამე, ცხენებს ლაგამს ამოვდეთ, რათა დაგვემორჩილონ და მართავთ მათ მთელ სხეულს. მეოთხე, ხომალდები როგორები დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერ მანქანებმაც არ უნდა მიმოიტაცონ. პატარა საჭე იქ მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოიდოვეს. ესე იგი, აქ იაკობე ამბობს, რომ ენას უზარმაზარი ძალა აქვს კონტროლისათვის. ეს გავს იმას, რომ ენაზე დაჭერით ცხენის მთელი სხეული კონტროლდება. ეს გავს საჭეს, რომელიც მესაჭის მიერ ხელმძღვანელობ მთელ დიდ გემს ატრიალებს. ენა პატარა წევრია, ის დიდებით ამაყობს და მას ყველა მიზეზი აქვს, რომ იამაყოს ამ დიდებით, რადგან მას შეუძლია შორს მიმავალი შედეგების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა და მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი უცოდველი ადამიანი არასდროს შეცდობს თავისიანი და მხოლოდ იესომ შეძლო ამის შესრულება. მოწიფული მორწმუნე თუ ის ქრისტეს გავს ადივლის, რამდენადაც ადამიანურად შესაძლებელია გააკონტროლებს თავის ენას. მაგრამ ჩვენ, ვინც ამ ადამიანურ ხორცში ვართ, ყველანი შევცოდავთ ჩვენი ენით და ენას უზარმაზარი ძალა აქვს კონტროლისათვის. სინამდვილეში რაც ბოლოჯერ ნახე, არის ის, რომ იაკობი ამბობს, აკონტროლე შენი ენა. ეს არის შენი ყველაზე დიდი ცოდვილი წევრი სხეულის და თუ შენ აკონტროლებ შენ ენას, შენ გააკონტროლებ ყველა დანარჩენს, რადგან სულიერი დინამიკა, რომელიც აკონტროლებს შენს ენას, შესაბამისად გააკონტროლებს ყველა ნაკლებად სულიერი ბრძოლა შენი ადამიანური სხვადასხვა ნაწილთან. ასე რომ, როდესაც მადლის საშუალებებს ენის დისციპლინსა და გაწმენდას იყენებთ, ის ყველა სხვა სფეროს მოიცავს, რადგან ენა ცოდვაში ლიდერობს. ყველა სხვა წევრებთან შედარებით. ენით უფრო ხშირად ვცოდავთ, ვიდრე თქვენი სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილით. ენით შეგიძლიათ ვცოდოთ უბრალოდ რაღაცის თქმით. როგორც წინა ჯერზე ვთქვი, ყველაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაგრამ ყველაფრის თქმა ნამდვილად შეგიძლიათ. ენით ყველაზე ადვილად ვცოდავთ. მეც ასე ვცოდავ ხოლმე. ენით ყველაზე ადვილად ვცოდავთ, ენა ყველაზე ძლიერად და ენით ყველაზე ძლიერად ვცოდავთ. ამიტომ ენა უნდა ვაკონტროლოთ მისი განკითხვის პოტენციალისა და კონტროლის ძალაუფლების გამო. ეს ორი. ეხლა მესამე. და სწორედ აქ ვინა გავაგრძელოთ ჩვენ წინა ჯერიდან, სადაც შევჩერდით. და ძალიან საინტერესოა მეხუთე და მეექვსე მუხლები, მისი გაღწნის საშიშროების გამო. ენა ძალიან საშიშია. მეორე და მეხუთე მუხლებამდე ის უბრალოდ ამბობდა, რომ ენა აკონტროლებს. მას არ უთქვია, რომ ეს ცუდია, მას არ უთქვია, რომ ეს კარგია. მან უბრალოდ თქვა, რომ ენა სხეულის მაკონტროლებელი წევრი არის. ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე ძლიერი. ის დომინირებს ადამიანზე და მისი ქცევების გასაღებია და კონტროლის ძალაუფლების გამო ის უნდა იყოს კონტროლირებადი. ახლა ის აჩვენებს, რომ ენის გამო მისი კონტროლის ძალა უაღრესად საშიში რამეა. ენის კონტროლის ძალა ყოველთვის კარგი არ არის. სინამდვილეში ძალიან ხშირად ის ცუდია და იაკობის სიტყვებში აშკარად უარყოფითი ტონი დომინირებს, როდესაც ის ენის ძალასა და მის საფრთხეზე საუბრობს. და კიდევ ერთხელ გადავხედოთ მეხუთე მუხლს. ასევე ენაც პატარა ასოა და ბევრს იქადის. შემდეგ ის ამბობს, სწორედ აქ უნდა დაიწყოს მუხლი სიტყვა. ეს აშკარად უკვე რაღაცა პაუზას იღებს და ნახეთ როგორ ამბობს. რა მცირე ალი ბუგავს დიდ ტყეს, ამბობს იაკობი. ახლა ეს ენის საფრთხის შესახებ შეძახილია. მას აქვს განადგურების საშინელი ძალა. ტექსტი სინამდვილეში ამბობს, შეიტყვეთ ეს, რა დიდ ტყეს აალებს ერთი პატარა ცეცხლი. ანუ სიტყვა სიტყვით, რა ზომის ტყეს, რა ზომის ცეცხლი ანადგურებს. კონტრასტი განსაცვიფრებელია. ტყის ხანძრის შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ ერთი პატარა ანთებული სიგარეტი და 10,000 ჰექტარი მიწა გაანადგუროთ. ცეცხლი მომხიბვლელი რამ არის. შეგიძლიათ აიღოთ ერთი პატარა ალი და მთელი ქალაქი მიწასთან გაასწოროთ. ცეცხლს საოცარი უნარი აქვს. წყალს, მაგალითად, არ შეუძლია ასეთი გავრცელება. თუ ჭიქა წყალს აიღებ და გადაყვრით, ის წარკვანად არ გადაიქცევა. ვერც, მაგრამ თუ 100 სანტი გექნებათ, შეგიძლიათ ტყეში ცეცხლი დაანთოთ და მთელი ქალაქი გადაწვათ, რადგან ცეცხლს გავრცელების ძალიან სწრაფი უნარი აქვს. ენა წყალს არ აგავს, ის ცეცხლს აგავს. რასაც ის ამბობს, ნახეთ, შეუძლია მთელი ტყე აალოს და ადარებს ენას. აქ გამოსახულები ნათელია, რადგან პალესტინის მშრალ ბუჩქნარში ცივ საღამოს ცეცხლიდან აფრენილ პატარა ნაპერწკალს შეძლო მშრალ მიწაზე შეხებოდა
გარკვეულ სეზონზე და დაენთო ისეთი ცეცხლი, რომელიც სიტყვით დაფარავდა მთელ ლანდშაფტს და გაანადგურებდა ყველაფერს თავის გზაზე. ამის შესახებ კალიფორნიაში ჩვენ ვიცით, რადგან აქაური რელიეფი თითქმის იგივეა, რაც პალესტინის მიწაზე. 92 ფსალმუნე. ღმერთო ჩემო, შექმენი ისინი ბორბალივით, როგორც ნამჯა ქარის წინაშე, როგორც ცეცხლი წვავს ტყეს და როგორც ალია აალებს მთებს. სალმუნმღერალი აქ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ პატარა ცეცხლს შეუძლია მთელი მთა, მთელი ტყე გადაწვას. და ეს ჭეშმარიტებაა. სწორედ ამას უწოდებთ აქსიომას და ჭეშმარიტებას. შეხედეთ რა ზომის ცეცხლს რისი განადგურება შეუძლია. არ ვიცი გახსოვთ, ფილმიც არის ამაზე გადაღებული, ხანძარი ჩიკაგოში. და ეს მოხდა რეალურად 1871 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, ქალბატონი ოლირის ბეღელში, ნაპერწკალი აინთო, ლამპა დავარდა, სადაც ის ძროხას წველი და ძროხამ ფეხი მიარტყა და სანამ ნაპერწკალი ჩაქრებოდა, ვერ ჩააქრეს, ქალბატონ ოლირის ბეღელში საუბრობთ ერთი ძროხიდან გამოსულმა ერთმა ნაპერწკალმა 17500 შენობა გადაწვა ჩიკაგოში. ვიმეორე 17500 შენობა, 300 ადამიანი დაიწვა. 125000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 1871 წელს ზარალი $400 მილიონამდე შეაფასეს. ეს თანხა კატასტროფული იქნება დღევანდელი ამდენი ხნის შემდეგ, ხო თითქმის 150 წლის შემდეგ. დიახ, ეს ყველაფერი ამ ერთმა ნაპერწკალმა გააკეთა. ასევე 1903 წელს მე ვკითხულობდი, იქაც მე არ ყოფილვარ იმაზე ვკითხულობდი 1903 წელს, მინდა რომ სწორად გავიგო, ვკითხულობდი კორეაში პატარა სახლში ბრინჯის ქვაბიც ნახარშის ღუმელზე რომ ადუღდა და სანამ ეს პატარა ნახშირის ცეცხლი ზიანს მიაყენებდა 1 კვადრატული მილის ფართობზე 3000 შენობა მთლიანად გადაიწვა. ეს ცეცხლის ძალას ასახავს და თქვენ გესმით ეს. ამიტომ იაკოვი მეხუთე მუხში ამბობს, ვაუ, ნიშნავს, ესე იგი შეძახილს ნიშნავს ეს. ის შეძახილს აკეთებს. ნახეთ, რა დიდი ცეცხლის დანთება შეუძლია პატარა ნაპერწკალს. შემდეგ მეექვსე მუხში თავისას გამოხატავს, ენა კი არის რა? ცეცხლი. ენას ცეცხლს ადარებს. იგივე ცეცხლია. და იგავებს მე-15 თავის 22 მუხში ნათქვამია, ბოროტის პირი ბოროტებას აფრქვევს და ის ბოროტის პირს ცეცხლად აღიქვავს. როდესაც ავტორი ამას ამბობს სოლომონი. იაკობის იაგავების მე-16-27-ში ნათქვამია, უხტო კაცის ბოროტებას თხრის და მის ბაგეებში ცეცხლია. ყველაფერი, რასაც მის ცეცხლოვანი პირი შეეხება, ცეცხლს უკიდებს და ცეცხლი ვრცელდება. იგავის 26 თავი მე-20 მუხლი ნათქვამია, სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ქრება, სადაც ცილის წამბებული არ არის, დავაც წყდება. და აქ სურათი ისეთია, რომ ცილის წამბებული, ანუ ის, ვინც ცილის წამბების ჭორების ან ტყუილის შესახებ ბოროტ ამბავს არცელებს, შეშას გავს, რომელიც ცეცხლს ანთებს. იგავის 21 თავი. იგავის 21 თავში ნათქვამია, მაგრამ როგორც ნაკვერჩხლები და შეშა ცეცხლს, ასევე მოჩხუბარი კაცი არის შურის აღსაძვრელად. შუღლის აღსაძვრელად. სიტყვა აღძრა ნიშნავს დაწვას. ეს კიდევ ერთი სურათია, სადაც ჭორაობა, ცილის წამება და დამანგრეველი ცეცხლია. და 52 ფსალმოში ასევე ადარებს ენას ბასრ მახვილს. ენა ბასრი სამართებლივით ბოროტებას იზრახავს. ესეც ძალიან მომხიბვლელი სურათია. ნახეთ, ენა სამართებლივითა, ის ჭრის. არასდროს დამავიწყება, როგორ ავიღე ლოს-ანჯელეს ტაიმსი, როდესაც კოლეჯის სტუდენტი ვიყავი და წავიკითხე ერთი ბიჭის შესახებ, რომელმაც აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის ქუჩაზე მეძავი გოგონა აიყვანა და მისი სხეულით უნდოდა რომ დამტკბარიყო. და ის დაიხარა მისკენ, რომ ეკოცნა, ხოლო ამ ქალს კი ტუჩებს შორის საპარსიედო სამართებელი, რომელთაც ყისირად მოაჭრა ორივე ტუჩი, ბრიტვაზე ალაპარაკი ხომ ის სამართებელი, რომელიც იმალება პირში და ზედა და ქვედა ტუჩი მოაჭრა. აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ იყო და შოქში მომგვარა მეც. ეს იყო ამ ქალის შურიზების გზა იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც წარსულში რატომღაც ის დააზიანეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. და მე არასდროს ვიფიქრებ ამაზე იმის გარეშე, რომ გავიხსენო ის ფაქტი, რომ ერთადერთი რაც უფრო დამანგრეველი, საში და ძლიერია, ვიდრე საპარსი, ეს არის ენა. ენა საპარსია, სამართებლივით არის, ბასრი სამართებელი. ნათქვამია ფსალმუნებში, ენა არის ცეცხლი, რომელიც ანთებს და წვავს. იგივე არის ფსალმუნი 51-2, რომ ამბობს, რომ ენა ბასრი სამართებელია. ასევე ამბობს მე-3 და მე-4 მუხლებში. შენ ბოროტებას სიკეთეზე მეტად გიყვარს და ტყუილი კი სიმართლეზე ლაპარაკზე მეტად. შენ გიყვარს ყველა შთანთქმელი სიტყვა, მატყუარა ენავ.
ღმერთიც სამუდამოდ გაგანადგურებს, წაგიყვანს და შენ სამყოფელიდან აგიყვანს. ღმერთი განსჯის მათ, ვინცი ენებიც ზიანს აყენებენ. ასევე ფსალმური 56:4-ში სალმონ მღერალი ამბობს: ჩემი სული ლომებს შორისაა, წევარ ცეცხლმოკიდებულების შორის, ადამიანთა ძეებს შორის, რომელთა კბილები შუბებია, ისრებია და მათი ენა კი ბასრი მახვილი. ასევე იობს თუ გავიხსენეთ მე-19 თავში, იობი ასეთ რამეს ამბობს: მიუგო იობმა და თქვა მე-19 თავში, პირველი მუხლიდან. როდემდე უნდა მიტანჯავდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით, უკვე 10ჯერ შეურამწყავით, არ თაკილობთ ჩემს შევიწროებას. ენის დამანგრეველი ძალა ჭორის გასავრცელებლად, ბოროტი ტყუილის გასავრცელებლად, მისი განზრახვით ბოროტი ეს არის ხანძარი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. მამაჩემი ძალიან ბევრჯერ მეუნებოდა და მაფრთხილებდა. ღვთისმსახურებაში ყველაზე მეტად რისი ვიცი მეშინიაო არის თუ რა სიტყვიან ადამიანები. და ის დღესაც ძალაშია და დარწმუნებულია, რომ მისი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ ვინმე შეიძლება თქვას მასზე ისეთი რამე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მთლიანად გაანადგუროს მისი მსახურება. და ის მეუნებოდა, ხალხს შეუძლია თქვას ყველაფერი, ხალხს შეუძლია თქვას ნებისმიერი რამე, ასე რომ ილოცეთ, რომ ღმერთმა დაგიცვათ ადამიანების ენების ბოროტებისაგან, რომლებიც ცილს გწამებენ, რადგან ვერასდროს, ვიმეორე, ვერასდროს აინაზღაუროთ მათ მიერ მიყენებულ ზიანსო. ანუ ადამიანის ენა მართლაც რომ ცეცხლია, ენა დამანგრეველი და ამიტომ ის უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. ატლანტა ჟურნალის სპორტულმა ჟურნალისტმა მორგან ბლეიკმა ფიქრობ ძალიან საინტერესო განცხადება დაწერა. თქვა, მე უფრო სასიკვდილო ვარ, ვიდრე ჰაუბიცის ყვილა ჭურვი. მე ვიმარჯვევ მკვლელობის გარეშე, მე ვანგრევ სახლებს, ვამსხვრე გულებს და ვანგრევ ცხოვრებას. მე მოგზაურობ ქარის ფრთებზე. არც ერთი უმანკოება არ არის საკმარისად ძლიერი, რომელმაც შეიძლება რომ შემაშინოს და შემაჩეროს. არც ერთი სიწმინდი არ არის საკმარისად სუფთა, რომ შემაშინოს და გამაჩეროს. მე არ ვცემ პატივს სიმართლეს, არც სამართლიანობას, არც ყალობას დაუცველების მიმართ. ჩემი მსხვერპლი ისეთივე მრავალი ცხონია, როგორც ზღვის ქვიშა და ხშირად ისეთივე უდანაშაულო. მე არასდროს ვივიწყებ და იშვიათად პატიობ და ჩემი სახელი ჭორაობა. ნახეთ გოსიპი რა, რომ ყვითელი პრესა იცით, რას ემსახურებოდა, ასევე ხლა სპორტული ჟურნალი, რომ იქ უკვე დაწყებული იყო, ეს არ არის თანამედროვე ჟურნალისტი, უკვე გარდაცვლილი არის დიდი ხანია, მე რასაც გადავხედე, მაგრამ უკვე სპორტი ისეთი სანახაობა გახდა, რომ იძულებული იყვნენ ეს ჟურნალისტები, რომ უკვე ჭორები ელაპარაკათ, ზეწოლა მოეხდინათ ესე, ხო, თავიანთ გუნდებზე, თავიანთ მოთამაშეებზე, ესე გაეღიზიანებინათ და ესე უფრო მეტი ვნებები დაენთოთ. რასაც დღეს აკეთებენ სოციალური ქსელები, ჩვენ რასაც ხედავთ, ხომ? აგერ ორთაბრძოლებში და ჩვენც მოსწრებართ უკვე ფეხბურთის ბავშვად რომ დაანთონ უფრო ვნებები და ტყუილ და მართალს ახლა უკვე თვითონ ადგილობრივი ჩვეულებრივი ადამიანები არცელენ. ამას აღარ ჭირდება პროფესიონალი ჟურნალისტების ქონა. სწორედ ამიტომ აგობს იგავების სიგნის მეათე თავი შემდეგს. მე-18 მუხლიდან წაგიკითხავთ მე. სიძულვის დამალავს ცრუბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულენი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან. ამიტომ ნუ იქნებით ვინმეს ცეცხლის საწვავი, ნუ იქნებით შეშა ან ნახშირი, რომელიც ცეცხლს ანთებს. და შემდეგ კვლავ შეხედეთ მე-6 მუხლს. და აქ მჯერა არის ყველაზე ძლიერი განცხადება ენის საფრთხის შესახებ. ჩვენ უკვე უბრუნდებით იაკობის წერილს. სინამდვილეში განცხადება იმდენად ძლიერი, რომ არა ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია გადმოგცეთ ყველაფერი, რაც კი მე მსურს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი ენა ცოდნა არ არის და ჩემი ენის ცოდნა არ არის საკმარისად კარგი, საკმარისად ძლიერი, რომ ამ საკმარისად პროზაული ეს აზრი გადმოვცე გასაგებად. მაგრამ მე მჯერა ღვთისმსული ამას გამაკეთებინებს. ეს არის ყველაზე ძლიერი განცხადება ენის საფრთხის შესახებ, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. და ის ამბობს. მე-6 მუხლი, მე-3 თავიდან იაკობის წერილის. ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული, ის ბილწავს მთელ სხეულს და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს. თვითონაც აალებულია ჯოჯოხეთისგან. ეს განცხადება იმდენად დამაჯერებელია, რომ მას 4 ნაწილი აქვს და მინდა ყურადღებით მიყვეთ, რადგან ისინი ენის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ. პირველი, ეს არის უსამართლობის სისტემა. ენისათვის ეს უცნაური სახელწოდებაა კოსმოსი.
კოსმოსს ჩვენ ხშირად თარგმნით ამ სიტყვას სამყაროდ, მაგრამ ეს სამყარო არ არის დედამიწის ფიზიკური დედამიწის მნიშვნელობით, არამედ ბოროტების სისტემის მნიშვნელობით. და ის ამბობს, რომ ენა არის უსამართლო სისტემა. ეს არის უსამართლო მტრული მეამბოხე წესრიგი ჩვენს ადამიანურ ბუნებაში. ეს არის მთელი პოტენციური ბოროტება. ის არ შეესაბამება ღვთის სტანდარტს. ეს არის ქცევითი უსამართლობის ცენტრი ადამიანში. ის აღიზიანებს ჩვენს ყველა შესაძლებლობას, რათა მთელი ადამიანი მოიყვანოს თავის ბოროტ სისტემაში. ერთმა კომენტატორმა თქვა, ეს არის ბოროტების მიკროკოსმოსი ჩვენ წევრებს შორის. ენა თავისი ხორციელი ბუნებით საზიზღარი, უბედური, ბოროტი სისტემაა. სხეულის არც ერთ სხვა ნაწილს არ აქვს ისეთი შორს მიმავალი კატასტროფის პოტენციალი, როგორც ენას. ამიტომ პირველ რიგში თავისთავად ის უსამართლობის სისტემაა. ეს არის ქსელი, რომელიც ბოროტებას შობს. მეორეც, შეამჩნიეთ როგორ იწყებს ეს გაფართოებას ახლა. მეორე ენა ჩვენს წევრებს შორის ისეა განლაგებული, რომ მთელ სხეულს ბილწავს. ის თავისთავად ბოროტების სისტემა და შემდეგ მთელ სხეულს ბილწავს. ის ცეცხლის კვამლს გავს, ყველაფერს აბინძურებს, რაც კი იწვის. მახსოვს, როდესაც კოლეჯში ვიყავი, ჩვენთან მაღაზია დაიწვა. და ყველა ამბობდა, ნახეთ, ხანძრის ფასდაკლება და ხალხი გარბოდა იქ საყიდლებზე. და ჩავედი მე სპორტული ქურთუკი მჭირდებოდა, ბევრი ფული არ მქონდა, ამიტომ $9 იყიდებოდა და ავიღე. მითხრეს რომ კვამლისაგან დაზიანებული იყო და გავიფიქრე, არა უშავს, უბრალოდ მაღაზიდან გამოვიდან და რამდენიმე დღე ჩავიცვა და გაქრება, გავა ეს კვამლის სუნი თქო. ცივ ჰაერზე დავკიდებ თქო. ან რაიმე მსგავსი. მაგრამ არასოდეს დამავიწყება, სანამ ეს ქურთუკი მეცვა და მქონდა, ხო? რომელიც მეზიზღებოდა. მაგრამ შეზღუდული გარდერობის გამო, ეკონომიკის გამო, იძულებული ვიყავი ჩამეცვა. ხშირად, როცა მეცვა, ცეცხლის სუნი მცემდა ხოლმე. და ვიცი რომ ყველას, ვისაც შეხვდებოდი, მათ ეგონათ რომ მე ძალიან მაგარი სიგარეტის მწეველი ვიყავ. და როგორც ცეცხლის კვამლი, ფერიც კი მახსოვს, ღია ლურჯი, თავიდან უშნო იყო, მაგრამ ის კვამლს გავდა, რომელიც ყველაფერს აბინძურებს, რაც კი არ იწვის. ესე იგი, რაც გადაურჩა ცეცხლს, მაინც კვამლისაგან დანაგვიანებული იყო და სუნი ასდიოდა. და ესეც იცით ხო, სიგარეტის სწავლების ოჯახში როგორი სუნი აქვს ფარდებს, გადასაფარებლებს და ყველაფერს ასეც. ასე რომ ენამ ძვინვარე ცეცხლე და რასაც ვერ შთანთქავს, ვერ დაწვავს, ყველაფერს ლპობად, უწმინდური კვამლით გაჟღენთავს. ასე რომ თქვენ სხეულში კბილებს უკან პირით შემოღობილია ეს უსამართლობის სისტემა, რომელსაც სურს გაქცევა, განთავისუფლება და ეს ბევრჯერ ქსმენიათ. და ის მთელ თქვენს პიროვნებას აბინძურებს თავისი ბოროტი განზრახვის უწმინდური კვამლით. ან კიდე ალით. იაკობი ამბობს, რომ ის ჩვენს წევრებს შორისაა განთავსებული, ანუ ჩვენი სხეულის ნაწილებში. ანუ ის შედის ჩვენს ყველა ადამიანის შესაძლებლობებში და ენა ყველაფერს აბინძურებს. ის იყენებს სიტყვას დაბინძურება. ეს ძალიან ათელი სიტყვა, ის გამოიყენება იუდას 23 მუხლშიც, იუდას წერილი გახსოვთ, ასევე იესოს ძმა, იაკობი და იუდა იყვნენ იესოს ძმები და ისიც ამას აღნიშნავს. და სადაც ნათქვამია, სხვანი კი შიშით იხსენით, ვითარცა ცეცხლისაგან გამოტაცები და ხორცისაგან დაბინძურებული სამოსელიც კი შეიზისხეთ. იგივე სიტყვას იყენებს დაბინძურებას. რაც უწმინდურია და რაც ბოროტი და რაც უსარგებლო გახდა. ამიტომ გაითვალისწინეთ, უწმინდური ენა უწმინდური ადამიანის მიზეზია. უწმინდური ენა მთელ ადამიანს აბინძურებს. უსამართლობის სამყარო, რომელიც თქვენს პირში დევს, ან წვავს, ან კვამლით აბინძურებს მთელ თქვენს პიროვნებას. სწორედ ამაზეა იესოს საუბარი მარკოზის აღარების მე-7 თავში. მე წაგითხავთ მე-7 მუხრიდან. ხალხს რომ გაერიდა და სახლში შევიდა, კითხეს იგავის შესახებ მოწაფეებმა. მან უთხრა, ნუ თუ თქვენც არ გაგიგებათ და ვერ მიხვდარხათ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუց მისი წაბილწვა? ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის. ასე განწმინდა ყოველგვარი საზდო. ამბობდა, კაცისაგან გამომავალი ბილწავს კაცს, ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტის რახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს. და რა არის ეს? ის მათ შორის ახსენებს ეშმაკობას, გარყვნილებას, გმობას, სიამაყეს, სიძულეს, ენის ცოდვებს და სხვა ცოდვებიც კი შეიძლება ენასთან კავშირში იყოს. ასე რომ ადამიანი მორალურად აბინძურებს ენის ადამიანი მორალურად ბინძურდება ენის ერთი შეხებით. სხვა სიტყვა სხეული აქ ნათქვამია, რომ ის მთელ სხეულს აბინძურებს. უბრალოდ ეს მთელ ადამიანს ნიშნავს. სხეული გამოიყენება ისე როგორც სული. ეს ანიშნავს მხოლოდ თქვენ ფიზიკურ სხეულს, არამედ
მთლიან თქვენ არსებას, ადამიანს. პირველ რიგში თქვენს პირში გაქვთ უსამართლობის სისტემა, მეორე ის მთელ თქვენს პიროვნებას აბიძურებს და წვავს და მესამე და მართლაც წარმოუდგენელია ის კვლავ ფართოვდება და ის ცეცხლს უკიდებს ბუნების მთელ მიმდინარეობას. ამას ავტორიტეტალური ვერსია ბიბლიის. უკეთესი თარგმანი აქვს. ის ცეცხლს უკიდებს აწმო დროში სიცოცხლის წრეს. რას ნიშნავს ეს? აზრი ფართოვდება. პირველი არის ბოროტების სისტემა, მეორე მთელი ადამიანს აბიძურებს და უკვე გარემო ირგვლივ, მთელი სამყაროს. ცეცხლს უკიდებს, ხოლო ბერძნულად ნიშნავს დაბადების ბორბალს ან სიცოცხლის წრეს. რას ნიშნავს ეს? თქვენი ცხოვრების მთელ მექანიზმს. ის არა მხოლოდ თქვენ გაბინძურებთ, არამედ ეხება ყველაფერს, რასაც თქვენ შეეხებით. ირგვლივ ყველაფერს აბსოლუტურად, ადამიანებს, ყველაფერს. ის გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების მთელ მექანიზმზე. ის ცილდება სხეულს და ეხება თქვენი ცხოვრების წრის ყველა მონაწილეს. ხალხი გიცნობთ იმითი, თუ როგორ საუბრობთ. ასე არ არის? ისინი გიცნობენ იმითი, თუ როგორ ლაპარაკობთ. ენა ცილდება თქვენს პირს, რათა შებილწოს თქვენი სხეული. ის ცილდება თქვენს სხეულს, რათა შეეხოს იმ ადამიანების მთელ ქსელს, რომელთაც თქვენ გაქვთ შეხება. ჭორები ეს საზიზღარი რამ. ცილის წამება, ცრუბრალდებები, ტყუილი, ბოროტი ლაპარაკი შეიძლება შებილწოს და აბიძუროს და განადგუროს მთელი ოჯახი, ადამიანთა მთელი ჯგუფი, სკოლა, ეკლესია, საზოგადოება. და შემდეგ კი ის ამაში მეოთხე ფაქტორზე გადადის. ენის საფრთხის შესახებ ყველაზე დამანგრებელ განცხადებაზე. მე-6 მუხლის ბოლოს ის ამბობს: ჯოჯოხეთის ცეცხლი ან ჯოჯოხეთის მიერ იწვება. აწყოდრო ის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ჯოჯოხეთის მიერ იწვება, რა ნათელი და გასაგები აზრია. აქ სიტყვა ჯოჯოხეთი არის გენა და ეს ტერმინი გენა ახსნის საჭიროებას. ის მხოლოდ ახალ ათქმაში სახარებებში გამოიყენება ამ ერთი ამონაკლისის გარდა. ეს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ის სახარების მათეს, მარკოს და ლუკას გარეთ ჩდება. აი ამ წერილში ჩდება მხოლოდ. სხვა წერილებში არ ჩანს, მარტო სახარებებშია მოხსენებული. უფალმა ის სულ მცირე 10 ჯერ გამოიყენა. ჩაწერილი ეს ყოველთვის იყენებდა სიტყვას გენას იმ მარადიული დაწვის ადგილის აღსანიშნავად, სადაც დაწყეული სულები მოხვდებიან. მათესა და ლუკას სახარები შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ როდის გამოიყენა ის მან. ეს არის ადგილი, სადაც ცეცხლი არასდროს ქრება, სადაც ჭი არასოდეს კვდება, სადაც წყურვილი არასოდეს იკლებს. ეს არის ის მარადიული დაწვის ადგილი, მაგრამ რაც ნიშნავს ახლა სიტყვა გენა? ითარგმნება როგორც ჯოჯოხეთი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ითქვას გენა ცეცხლს უკიდებს. რა არის გენა? იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით, სიონის მთის კლდეზე, მეც როდესაც ვიდექი და ალბათ თქვენც თუ ყოფილხართ იქით, თუ გაიხედავთ, დაინახავთ ღრმა ხეობას, რომელიც პირდაპირ კლდიდან ეშვება დაბალ ხეობას, რომელიც ცნობილია როგორც ჰინომის ველი. გენა არის ჰინომის ველი. ეს არის ბერძნული სიტყვა, ებრაული ჰინომის ველის გენას აღსანიშნავად. ახლა მოდით მოგიყვანთ ამ ადგილის შესახებ და გაგახსენებთ ზოგიერთ ბიბლიურ მუხლებსაც. მე-4 მეფეთა 23:10-ში, არ ჭირდება მასე გადახედვა, მაგრამ მეფეთა 10-ში მეფე იოშია გახსოვთ ახალგაზრდა მეფე მოდის და იწყება დიდი აღორძინება, დიდი რეფორმაცია და ისრაელის ხალხი ღმერთთან ბრუნდება. ერთ-ერთი რამ, რაც მან გააკეთა, იყო კერპთაყვანისმცემლობის გაუქმება. კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ფორმა იყო ადამიანის სხობშეწირვა. მოლოქის თაყვანისმცემლები, ანუ ცრუ კერპს სცემდნენ თაყვანს და თავიანთ შვილებს ცეცხლში დასაწვავად, სიტყვით ადამიანურ სხობად შესაწირავად იმეტებდნენ. როდესაც იოშია იუდას მეფე გახდა, ის წავიდა და მოლოქის ყველა თაყვანისმცემელს შვილებს ცოცხლად დაწვა აუკრძალა. სხვადასხვა ღმერთი მოლოქი ხარი იყო. ხარი, რომელსაც გაშლილი ხელები ჰქონდა და გაშლილ ხელებში ცეცხლი ენთო და პატარა ბავშვები მოლოქის კლავებზე აწვენდნენ ხოლმე და ადამიანის სხალბად შეწირვის მიზნით აკეთებდნენ ამას. იოშიამ შეწყვიტა ამ სხალშეწირვები და ისინი ჰინომის ველზე მოხვდა. მეც აგითხავთ, ჯონ მაკარტურმა არ მოიყვანა, იმიტომ რომ შეიძლება დროის გამო და მე მოგიყვანთ ამ ადგილს, ესე იგი მე-4 მეფეთა 23 თავიდან მე-6 მუხლიდან გაიტანა აშერი უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ კედრონის ხევისაკენ, დაწვა კედრონის ხევში, მტრად აქცია და ხალხის ზეთა საფლავებზე გააბნია. დაანგრია უფლის სახლა მდგარი მეძავთა სახლები, სადაც დედაკაცები საფარველს უგზავნენ აშერს. გამოიყვანა იუდას ქალაქებიდან ყველა მღვდელი და წაბილწა ის მაღლობები, სადაც აკვემდნენ ისინი, გებაყიდან ბერშებაყამდე. დაანგრია კარიბჭის მაღლობები, ერთი ქალაქის თავრის
იეშუას კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო და მეორე ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ. თუმცა არ ადიოდნენ მაღლობთა მღვდლები უფლის სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, მაინც ჭამდნენ ხმიადებს თავის ძმებთან ერთად. წაბილწა სამსხვერპლო, აი ახლა არის ეს მეათე, ჰინომის ძეთა ველზე, იგივე გეენა, რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისათვის თავისი ძეენა ასული. აი ეს გაიხსენა ჯონ მაკარტონი. ამრიგად ჰინომის ველი უძველესი დროიდან იყო დაწვის ადგილი. პატარა ბავშვების ხორცის სუნი იყო იქ. შემდეგ ებრაელები ამ ადგილს უფრო ღრმა სიძულვით უყურებდნენ და ეს ძალიან ღრმა ხეობა იყო, რომელიც იერუსალიმის პლატოდან ეშვებოდა ქალაქის ნაგსაკრელად გადაიქცევა. ნაგავი, იქ იყო ცხოველთა ნარჩენები, დამნაშავების გვამები ჰინომის ველზე, ანუ გეენაში იყო გადაყრილები. ახლა ნაგვის დასაწვავად იერუსალიმში უხვად იყო ხომ ეს ნაგავი და ცხოველების და არიან ცხოველების ნარჩენები და ცეცხლი მუდმივად ენტო, არ ქრებოდა ცეცხლი იქ. კვამლის ყოველთვის იყო და მას ჰქონდა ამაზე რძენი სუნი, ნაგვისა და ხორცის ერთად აღრეული. და ის ცნობილი იყო როგორც ცეცხლის გეენა, რადგან ცეცხლი არასოდეს ქრებოდა. ასე რომ გეენა გახდა მარადიული ცეცხლისა და მცოცავი, ესე თქვა, მატლების ჭიების შესაბერი სიმბოლო, რათა წარმოეჩინა უღმერთოთა მომავალი ჯოჯოხეთში. ამ სიმბოლით იყენებენ ამას ბიბლიაში, ხომ? მხოლოდ ამ ჯოჯოხეთში თქვა იესომ, ცეცხლი არასოდეს ქრება. საბოლოოდ და შეგიძლია ვთქვათ, რომ ჯოჯოხეთი შესაბამისად სამყაროს მარადიული ნაგვის გროვაა. ამიტომ გაითვალისწინოთ, ენა თავისთავად ბოროტების სისტემაა, მაგრამ ის მთელ ადამიანზე მოქმედებს თავისი სიბინძურის ამოფრქვევით და თავის სიბინძურს და ცეცხლს აყენებს ცხოვრების მთელ მექანიზმს, რომელიც ადამიანის გავლენის ქსელს გავს და ის რაც ყველაფერს იწყებს, თავად ჯოჯოხეთია ცეცხლის ალში. სხვა სიტყვებით ვთქვათ, ყველაფრის უკან სატანა დგას. ის ენა, რომელიც შენ და მე მაქვს, სატანის იარაღია, რათა დააბინძუროს შენი მთელი პიროვნება, გახწნას შენი ცხოვრების მთელი წრე და ყველაფერი პირდაპირ ჯოჯოხეთის ორმოდან მოდის და ყველაფერი ისევე ჯოჯოხეთის ორმოში წავა და მიდის. ბიჭოს, ნახეთ, ეს საკმაოდ ძალიან ძლიერი აღწერაა, ასე არ არის? ნახეთ, რა აღწერა ენის გახწნის საფრთხისა და ასეთი საშიში რამის მიმართ. და გასაკვირი არ არის, რომ იაკობე ასე ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ ენას ღვთის პატივსაცემად იქნეს გაკონტროლებული, მისი უზარმაზარი პოტენციალის გამო. გახსოვთ ფსალმური 54:21, სადაც დავითი ამბობს, მისი პირის სიტყვები კარაქსერბილი იყო, გულში კი ომი ჰქონდა. მისი სიტყვები ზედსერბილი იყო, მაგრამ מחვილებებით ეცემოდა. ზოგჯერ ენა იმდენად დახვეწილია, რომ ფიქრობთ, რომ მას კეთილი განზრახვა აქვს, როცა ბოროტებას აპირებს. ამიტომ ის უნდა იყოს კონტროლირებადი და ყველა მორწმუნე აცნობიერებს, რომ თავის დაცემაში, ხორცში, ადამიანურ ბუნებაში, ენის გამანადგურებელი ძალა მაინც რჩება. შენი ენა, ძვირფასო მეგობარო, ჯერ კიდევ არ არის განდიდებული. განა საოცარი არ იქნება განდიდებული ენის ქონა, რომელიც მხოლოდ ღმერთს განადიდებს და სიმართლეს ილაპარაკებს. ამიტომ ენა უნდა ვაკონტროლოთ მისი განკითხვის პოტენციალის, კონტროლის ძალისა და გახრწნის საფრთხის გამო. მეოთხე, შემჩნევით მეშვიდე მერე მუხლებს. ჩვენ ისე უბრუნდებით იაკობის წერილის ამ ადგილებს. ეს ხოლო ძალიან მოკლე და პირდაპირ შენიშნო და ვცდილობ ბოლო ორში ალიტერაცია გავაკეთო, რათა თქვენი აზრი ერთგვარად თანმიმდევრული იყოს. და მე ამას პრიმიტიულობას უწოდებ, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო. პრიმიტიულობაში გულისხმობ, რომ ის პრიმიტიულია, ველურია, დაუმორჩილებელია, უდისციპლინოა, დაუოკებელი, უპასუხისმგებლო და ენა ყველანაირ ცდელობას შეებრძოლება, რათა არ იქნეს გაკონტროლებული. შენიშნეთ ეს, მას სურს კონტროლი და არა კონტროლირება. ანუ ენას უნდა რომ თვითონ აიღოს კონტროლის სადავები ხელში, მაგრამ არ გაკონტროლდეს. ამიტომ ყურადღება მიაქცეთ, რას ამბობს მეშვიდე მერვე მუხლები. მე გავიმეორებ ისევე. რადგან ხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავლთა, ზღვის ცხოველთა ყველანაირი ბუნება თვინიერდება და მოთვინირებული ადამიანის ბუნების მიერ. ენის დამორჩილება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუკავებელი ბოროტება ეს და მომაკვდინებელი გესლით ასავს. იაკობი ამბობს, რომ ენა დაუოკებელია, ის ამ გაგებით პრიმიტიულია, ველურია და უდისციპლინო, დისციპლინას არ ექვემდებარება და ადამიანის მიერ მოუთოკავია. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი საშიში. და დაუოკებელი ენები კიდევ უფრო საშიშია. საოცარია, როგორ შეძლო ერთმა კაცმა, რომელსაც სურდა გრეისის, ჩვენი მადლის ეკლესიის საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელი შეტანა და თავისი ენით მთელ მსოფლიოში ცეცხლი წაგვიკიდა.
და ცეცხლის წაგიდება, რათა დისკრედიტაცია გაეწია იმ ყველაფრისათვის, რაზეც ჩვენ დგავართ ჩვენ ეკლესიაში. მაგრამ სინამდვილეში ეს ხდება. ენის მოთვინიერება შეუძლებელია. იაკობი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანს ცხოველების კონტროლის ძალა მისცა და უბრუნდებით ჩვენ დაბადების პირველ თავს და დაცემის შემდეგაც კი ღმერთმა ნოეს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მას შეეძლო ყველა ცხოველის კიდობანში შეყვანა. როდესაც ღმერთმა თქვა, ორ-ორად შეიყვანა ისინი, ღმერთმა ნოეს მისცა ამ ცხოველების კონტროლის უნარი, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი ორ-ორად მოხვდებოდნენ იქ. დღესაც ადამიანი დომინირებს. ადამიანს კვლავ შეუძლია ცხოველების მოთვინიერება. თქვენ ყოფილხართ ცირკში და გინახავთ მოთვინიერებული ლომები. გინახავთ კაცი, რომელიც თავს ლომის პირში უყოფდა. გინახავთ ადამიანები, რომლებიც კვლელ ვეშაპებზე არიან ამხედრებულები. ანუ უმეტესწილად ადამიანს შეუძლია გარკვეული ცხოველების მოთვინიერება. სასტიკი, დიდი, ძლიერი ცხოველები, მათგან ყველაზე სასტიკი, მათგან ყველაზე სასიკვდილოც კი. მე კი მინახავს ადამიანები და თქვენც გინახავთ გველებით, რომლებიც ყველგან დაცოცავენ, რომელსაც შეძლოთ მათი მოთვინიერება. ასე ამბობს ის მე-7 მუხლში. ყველა სახეობა, ყველა აბსოლუტურად ცხოველი და შემდეგ გასახელებს ორს, რომლებიც დადიან და დაფრინავენ. ის ასახელებს მათ, ვინც დადიან და დაფრინავენ. შემდეგ კი მათ, ვინც დაცურავენ და ხოხავენ. ისინი, ვინც სიარულისა და ფრენის ნიშნად ითვლებიან ცხოველები და ფრინველები, ხოლო მცოცავი და ესე ვთქვათ, ზღვაში მყოფი ცხოველები, გველები და ზღვის არსებები. რა თქმა უნდა, ყველაზე კეთილშობილი ცხოველები არიან ისინი, ვინც დადიან და დაფრინავენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად კეთილშობილები არიან ის, ვინც დაცურავენ ზღვებში და მცოცავენ. ხეცების სიტყვა აქ თრიონი, არასდროს ბერძნული სიტყვა თრიონი, არასდროს გამოიყენება შინაური ცხოველების აღსანიშნავად, მაგრამ ადამიანს შეუძლია გარეული ცხოველების მოთვინიერება. მას შეუძლია ფრინველების მოთვინიერება, ქვეწარმავლების მოთვინიერება და ზღვის არსებების მოთვინიერება. ეს ყველამ ვიცით. ისინი ყველა მოთვინიერებული არიან აწყო დროში. მუდმივად დამორჩილებულნი და ისინი მთელ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დამორჩილებული იყვნენ, მაგრამ ვერავინ მოათვინიერებს ენას. ადამიანებს შორის ვერავინ მოათვინიერებს ენას. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას. დუნამაი, არავის აქვს ამის გაკეთების ძალა. მორწმუნეებშიც კი ენა თავისი გალიდან გამოხდება ხოლმე. ასე არ არის? ჩვენ არ შეგვიძლია მისი კონტროლი. იაკობი არ ამბობს ყურადღება მიაქცეთ ამას. არ ამბობს, რომ მისი მოთვინიერება შეუძლებელია. ის ამბობს, რომ ადამიანს არ შეუძლია მისი მოთვინიერება. აქ არის განსხვავება. ხვდებით ალბათ, ხო? ის არ ამბობს, რომ მისი მოთვინიერება შეუძლებელია. ის ამბობს, რომ ადამიანს არ შეუძლია მისი მოთვინიერება. მაშინ კითხვა ის, ვის შეუძლია მისი მოთვინიერება? მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს, თავისი ძალით. თუ დაცემის შემდეგ პირველი ჩაწერილი ცოდა მომდინარეობდა მოუთვინიერებელი ენიდან, და ასეც მოხდა, სადაც ადამა ღმერთი დაადანაშაულა, გახსოვთ ხომ? მესამე თავი. მაშინ ახალი შექმნისა და ეკლესიის პირველი აქტი იყო ენის მოთვინიერება, რადგან პირველი, რაც მოხდა სულიწმინდის მოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ ყველა მიიღო, ასე ვთქვათ, გაყოფილი ცეცხლის ენები და ყველა მაშინვე ალაპარაკდა ღვთიურ საოცარ საქმეებზე. პირველი ცოდვა იყო ენის ცოდვა და ეკლესიის დაბადებით განწმენდილი ენა ალაპარაკდა ღვთის საოცარ საქმეებს. მაგრამ აქ იაკობი ამბობს, რომ ადამიანის უნარობის სერიოზულობა გააკონტროლოს თავისი ველური და ეს პრიმიტიული რამ ენა განპირობებული იმით, რომ ის არის დაუღალავი ბოროტება. ის ყოველთვის ზადაა გალიდან გამოსახტომად და ის ებრძვის ამ შეზღუდვას. მას არ სურს, რომ ის შეკავებული იყოს. აქ არის სიტყვა მოუსვენარი, იგივე სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც არასტაბილური, იაკობის პირველი 8-ში. აკატასტატოს. და შემდეგ ამბობს, რომ ეს არის ბოროტის შხამი, ანუ სასიკვდილო შხამი. ის არ მხოლოდ გალიაში გამოკვეთულ ცხოველს გავს, არა თანმიმდევრობის, არამედ ურჩხულს, რომელსაც სურს თავისი შეზღუდვისაგან თავის დაღწევა. არამედ როდესაც ის გამოდის, ის ატარებს სასიკვდილო შხამს. გველის ენასავით, რომელთა 3:13 ამბობს, მათი ხორხი ღია სამარია, ენებით სრულობენ მათ ბაქეებზე ასპიტის გესლია. ასევე გახსოვთ ფსალმუნი, ეს არის 129 მესამე მუხლი. გველივით მოილესეს ენები, ასპიტის შხამია მათ ბაგეებზე. ენა მომაკვდინებელ გველს გავს, ის სასიკვდილო შხამს აფრქვევს, ენა მკვლელია. და 63 ფსალმუნში 10 მუხლს წაგიითხავთ, მთლიანად ამას მიუძღვნა ფსალმუნ მომღერალმა ის. ისმინე ღმერთო, ჩემი წუხილის ხმა, ტრიშიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე, დამიფარე სიავის მოქმეთა და ფარული ძრახვებისაგან, სიმრუდის მოქმეთა ამბოხისაგან. რომლებმაც מחვილივით აილესეს ენები, მწარე სიტყვას ისარივით მიმიძნებენ.
რათა საფარიდან ესოლონ უდანაშაულოს, მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. ძალას იკრებენ ცუდი საქმისათვის, თათბირობენ მახეების დასაგებად, ამბობენ ვინ შეამჩნევს, სიმრუდეს იზრახავენ, ამბობენ კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო. მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის რახვები, მაგრამ ღმერთი ესვრის მათ ისარს, მოულოდნელად დაწყულდებიან. მათი ენების გამო დაანარცხებს მათ, თავს გააქრებს ყოველი მათი მხილველი და შეშინდება ყველა კაცი, ილაპარაკებენ ღმერთის საქმეებზე და მის ნამოქმედარს ჩაუკვირდებიან. უფალში გაიხარებს მართალი და მასში პოვებს თავშესაფარს, განდიდება ყველა გულმართალი. გასოთ გველისპირიანი ამონის მთავრები ტყუილს ამბობდნენ დავითის წინააღმდეგ და მას თვალთმაქცობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათ მეფეს ნახაშს და მის შვილს ჰანუნს პატივს სცემდა იგი. შედეგად მეფემ შეკრება თავისი 1000-ობით კაციანი არმია და ამატა 30000 ქვეითი ჯარისკაცი და სხვები და გაგზავნა ისინი დავითის გასანადგურებლად ამ ტყუილის გამო. უმიზეზოდ შედეგად კი საშინელი ხოცვა ჟლეტა მოხდა 700 სირელი მეტლის 40000 მხედრისა და მათი მეთაურის ყველაფერი ერთი კაცის ტყუილის გამო მოხდა. აჰა, გახსოვთ ჰამანის შხამიანი ენაც. სატანური იარაღი უნდა ყოფილიყო ებრაელების განადგურებისათვის მიდიას სპარსელების მიერ ესთერის წინში. და ღმერთმა ისინი იხსნა მორდექაისა და ესთერის მეშვეობით. და ჰამანი, რომელმაც ეს ყველაფერი თავისი ბოროტიენით დაგეგმა, ჩამოახჭოს ძელზე, რომელიც მან ებრაელებისთვის გააკეთა. და გახსოვთ ენით აუწერილი კაცები, რომლებმაც მეფე ციტკიას ერემიას შესახებ მოატყუეს, ის რომ ორმოში ჩააგდეს, სადაც ის ტალახში ჩაიძირა. ამას ერემიას 38 თავში კითხულობთ. და გახსოვთ ებრაელი ლიდერების მოუსვენარი, მოქნეული, შხამიანი ტუჩები, რომლებიც ყველა დროის უდიდეს წინასწარმეტყველს იოანე ნათლისმცემელს დემონით შეპყრობილებში ადანაშაულებდნენ, ხოლო ღვთის უმანკო ძეს იესო ქრისტეს კი ბრალს დებდნენ, რომ ის ჭამდა და ლოთობდა და სვავდა ცოდვილებთან და ასევე დემონით იყო შეპყრობილი. შედეგად, როგორც იოანე ნათლისმცემელი, ასევე ქრისტეც მოკლეს. ენის სასიკვდილო შხამის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა, თვით ჩვენივე უფალიც კი. სახარების ძინვარე ენით მოძულეებმა ფარულად აიძულეს ადამიანები, რომ ტყუილი ეთქვათ სტეფანეზე და ისინი ამბობდნენ, რომ ის მოსესა და ღმერთს გმობდა. დააღელვეს ხალხი თავიანთი სიტყვებით და ჩაქოლეს იგი. ამას გვეუბნება მოციქულთა საქმეების მე-6 თავი. და როდესაც პავლე იერუსალიმში ჩავიდა, მოციქულთა საქმეების 21 თავში, აზიიდან ჩამოსულმა იუდეულებმა ხალხმა მის წინააღმდეგ ააღელვეს სრუ ბრბო, ბრალდებით რომ ტაძარში წარმართი შემოიყვანა. და პავლე გაათრიეს მოსაკალად, მაგრამ რომაელებმა გადაარჩინეს, როდესაც ის ცდილობდნენ მის სიკვდილამდე ცემას. მან შემდეგი 2 წელზე მეტი გაატარა ციხეში და ეს გრძელდება და გრძელდება ყოველთვის. ესეთი ცილის სამებები. ენის ზალა და საფრთხე ეს არის სასიკვდილო. სასიკვდილო შხამი, სასიკვდილო იარაღი, რომელიც კლავს რეპუტაციას, კლავს სიხარულს, კლავს მშვიდობას, კლავს სიყვარულს, კლავს ყველაფერს თავის კვალდაკვალ. ამრიგად ენა უნდა იყოს კონტროლებოდი მისი განკითხვის პოტენციალის, მისი კონტროლის ძალაუფლების, მისი გაღწნის საფრთხის და მისი ბრძოლის პრიმიტიულობის, ველურობის გამო. ის ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვის. და ბოლოს ენის კიდევ ერთი თვისებაა ვერაგობა, რაც ნიშნავს ღალატს, დობის განზრახ დარღვევას. ეს ნიშნავს ურწმუნოებას, თვალთმაქცობას, შეუსაბამობას, ორპირობას. ენა და მისი ვერაგობა კომპრომისზე წასვლისაკენ არ მიდიან. ის თვალთმაქცია. ერთ დროს ერთ სიტყვის და მეორედ მეორეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ენა შეიძლება იყოს კეთილშობილი, მეცხრემუხლი, ამით, ანუ ენით ჩვენ ვაკურთხებთ ღმერთს, ამბობს იაკობი. განა ეს საოცარი არ არის? თქვენი ენა, ჩემი ენა შეიძლება გამოყენებული გას ღმერთის მამის კურთხევისათვის. ეს ძალიან აქტუალურია, სხვათა შორის იმ ებრაელებისთვის, რომლებსაც იაკობი წერს, რადგან როდესაც ისინი ღვთის სახელს ახსენებდნენ, ყოველთვის ყვებოდნენ სიტყვებს კურთხეული იყოს იგი, კურთხეული იყოს იგი. და ამგვარად თავიანთი ენით ისინი ყოველთვის აკურთხებდნენ ღმერთს. დღეში სამჯერ უნდა გაემეორებინათ შემონე ესრე 18 ლოცვა, რომელსაც ქება დიდებას ან კურთხევას უწოდებდნენ. და ამ 18 ლოცვიდან თითოეული, რომელსაც დღეში სამჯერ წარმოთქვამდნენ, მთავრდებოდა სიტყვებით: კურთხეული ხარ შენ ღმერთო. ებრაელისთვის ჩვეულებრივი იყო ენით მუდმივად ეკურთხებინათ ღმერთი. ფსალმუნები სავსე ასეთი კურთხევებით. ენის ყველაზე საოცარი ფუნქცია ღმერთის კურთხევაა. ამიტომ მე-9 მუხლში ის ამბობს: ამით ვაკურთხებთ ღმერთს, მამას,
მაგრამ მე ნახეთ გააგრძელეთ და ამით ვწყევლით ადამიანებს, რომლებიც ღვთის მსგავსებად არიან შექმნილები. ანუ არსებობს ერთი ენით არსებობს ენით ორ პირობა, არსებობს თვალთმაქცობა, არსებობს ენის ვერაგობა, მისი ღალატი, იგივე ენა, რომელიც ღმერთს აკურთხებს, წყევლის მათ, ვინც მის ხატად არიან შექმნილი, ცილს სწამებს მათ, აკრიტიკებს მათ, ადანაშაულებს მათ, შეურაცხყოფს მათ რიცხვით, ეჭვიანობით, შურით, სიძულითა და სიმწარით. წყევლა ნიშნავს ვინმესათვის ბოროტების სურვილს და ადამიანი ღვთის მსგავსებად არის შექმნილი. სხვადასხვა ეს ურღვევი მსგავსებაა. ის იყო დიზაინირებული და ის არის ურღვევი მსგავსება. ესაც შეიქმნა, ღმერთის ხატად შევიქმნით ჩვენ. დაცემული ცოდვილი ადამიანიც კი კვლავ ღმერთის მსგავსებაა. რა გაგებით? იმ გაგებით, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსად რაციონალურია, ადამიანი ღმერთის მსგავსად პიროვნულია, ადამიანი ღმერთის მსგავსად მორალურია, ადამიანი ღვთის მსგავსად თვითშეგნებულია. ეს ცხოველებს არ გააჩნია. მხოლოდ ადამიანს აქვს. ადამიანს აქვს ნება, სინდისი, გონება. ადამიანს შეუძლია იცოდეს, ადამიანს შეუძლია უყვარდეს, ადამიანს შეუძლია იმოქმედოს რაციონალური აზროვნების, მოტივისა და განზრახვის საფუძველზე. და ვიმეორებ, ეს არც ერთ ცხოველს არ გააჩნია. ასე რომ ღვთის ხატად შექმნილი და ასეთ ადამიანს როგორ შეუძლია ადამიანს აკურთხოს ღმერთი და დაწყვილოს ადამიანი, როდესაც ის ღვთის ხატად არის შექმნილი. ასე რომ მეათე მუხლში ამბობს, ერთი და იმავე პირიდან გამოდის კურთხევაც და წყევლაც. ერთი და იმავე პირიდან კურთხევა და წყევლა. დიახ, ამის შესახებ ილუსტრაცია არსებობს. არა მხოლოდ წმინდა წერილში, არამედ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში. ფარისევლების იგივე პირები, რომლებიც ერთ სამოცუნთქვაში აკურთხებდნენ ღმერთს, იგივე პირები წყევლიდნენ ქრისტეს. და შემდეგ ყოველთვის ვფიქრობ პეტრეს პირზე. რა გააკეთა პეტრემ? რომელიც ამბობს, შენ ხარ ქრისტე ცოცხალი ღმერთის ზე და რამდენიმე კვირის შემდეგ შხამიანად წყევლის. არ ვიცნობ ამ კაცს. იგივე პირმა გააკეთა ეს. ასევე მოციქული პავლეს პირი დიდებულ საოცარ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს და შემდეგ უცებ საქმეების 23 თავში ღვთისმხდელთავარს ისეთი ენით წყევლის, რომელსაც ადგილი არ აქვს ღვთისმსახურის პირში. ღმერთმა დაგმარხოს გათეთრებულო კედელო, შეფეთქებულო კედელო. ამბობს ის, იმავე პირიდან, ჩემი პირიდან, თქვენი პირიდან, ყველა ჩვენგანის პირიდან გამოდის კურთხევაც და წყევლაც. ამიტომ მეათე მუხლის ბოლოს იაკობი ამბობს, ძმებო, ეს ასე არ უნდა იყოს. ეს არასწორია. სხვათა შორის ეს ძლიერი და უარყოფითი მხარეა. ის მხოლოდ აქ გამოიყენება მთელ ახალ აღთქმაში. ძალიან ძლიერად. და ის მოუწოდებს, პასტორებო, ღვთლებო, ლიდერებო, ეს სწორი არ არის, ამბობს ის. ეს არასწორია. ნებისმიერი შეურაცხყოფელი სიტყვა შეუსაბამოა, მიუღებელია. ეს კომპრომისია. ღმერთმა გვიხსნა და როდესაც ღმერთმა გვიხსნა, მას შეგვცვალა და როდესაც შეგვცვალა, ჩვენ მოგცა ახალი მეტყველების უნარი და ის ჩვენგან მოელის, რომ ასე ვილაპარაკეთ. ეს შეუძლებელი კომპრომისია. იაკობი კი აშკარა სამი სურათით ასახავს მე-11 მუხლში. წყარო ერთი და იგივე ადგილიდან გამოყოფს. არც ერთი წყარო ერთი და იგივე ადგილიდან არ გამოყოფს ტკბილსა და მწარეს. რა არის პასუხი? არა და არა. არ შეიძლება წყაროს გამოყოს ერთმა წყარომ გამოყოს ტკბილის და მწარეც. ხე წყარო გამოყოფს ზმნარი, აგზავნის, ნიშნავს ამოფრქვევას, გამოყოფას, რომ ერთი და იგივე ხრელიდან, იგივე ხრელი, ნაპრალი, კლდეში, არ შეიძლება იყოს ტკბილი წყალიც და მწარე წყალიც. ეს შეუძლებელია. და აქ კითხვა არა, პასუხს ელის მტი, ბერძნული არის მტი, არა. ეს არ შეიძლება იყოს გლუკუს, რაც ბრძნულად ტკბილია, და ასევე პიკროს, სასმელად უვარგისი. ეს მარტივი ილუსტრაციაა. ერთი წყაროდან ტკბილი და მლაშე, ან მწარე წყალი არ გამოდის. მე-12 მუხლი შეუძლია ლეღვის ხეს, ჩემოძმო ზეთისხილის მოიცხას? როგორ ვფიქრობთ ამაზე? ვაზი და ლეღვი. ეს სრულიად შეუძლებელია. ბუნებამ გასწავლათ ის, რაც აშკარაა. ერთი წყაროდან ტკბილი და მლაშე წყალი არ შეიძლება გამოვიდეს. ლეღვის ხეზე ზეთისხილი არ შეიძლება და ვაზზე ლეღვი არ შეიძლება იყოს. და შემდეგ მოდის ფაქტის განცხადება, რომელიც ამთავრებს ამ მონაკვეთს, მე-12 მუხლი და დასკვნა. არც ერთი წყარო არ იძლევა როგორც მარილიანს, ასევე მტკნარ წყალს ერთად. და დასკვნა, ჩემო მეგობრებო, და არა კითხვა. ის ამბობს, რომ სუფთა გულს, ახალ გულს არ შეუძლია მწარე წყლის და მწარე გულს კი არ შეუძლია მტკნარე წყლის. ტკბილი წყლის გამოშვება, ასე რომ პროდუქტების გამო მისი წყაროს ბუნებაზე მეტყველებს, ასე რომ ის ისე იქ ბრუნდება, სადაც დაიწყო.
ჭეშმარიტი მორწმუნეები მათ სიტყვებში გამოვლინდებიან და თუ თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხართ ეს თქვენი სიტყვით უნდა გამოჩნდეს ეს თქვენი სიტყვით დანახული იქნება და თქვენ იტყვით კარგით მოიცადეთ ერთი წუთით ხანდახან მტკნარ წყალსაც ხო არის ზოგჯერ წყალი ერევა და მეც ვიცი ეს და მეც მომსულია და მოსდის ბევრს მაგრამ იაკობი ზუსტად ხაზს გვისვას და ამბობს რომ ეს სიმართლეა რომ მარილიანი წყალი მტკნარ წყალოდან ვერ გამოვა არ უნდა გამოვიდეს ესე ეს სიმართლეა თქვენ ცხოვრებაში რომ თუ ქრისტემ გარდაქმნათ თქვენი სიტყვაც უნდა ასე გამოჩნდეს სწორედ ამას ამბობს ის ლეღვს თავისი წყარო ლეღვის ხე უნდა ქონდეს ყურძენს თავის წყაროდ ვაზი უნდა ქონდეს ზეთისხილს თავის წყაროდ ზეთისხილი ხე უნდა ქონდეს მარილიან წყალს თავის წყაროდ მარილი აქვს ტკბილ წყალს თავისი წყაროდ ტკბილი წყალი აქვს მწარე სიტყვები მწარე გულიდან გამოდის კრიტიკული სიტყვები კრიტიკული გულიდან მოდის ცილის წამებლური უსიყვარულო მეტყველება კი იმ გულიდან მოდის სადაც იესოს სიყვარული უცხოა და არ არის ჭეშმარიტი მორწმუნეები მათ სიტყვებში გამოვლინდებიან და უნდა გამოვლინდნენ კიდევაც მათ სიტყვებში ასე რომ იაკობი ამ საკითხს ერთგვარ წინააღმდეგობის გათვალისწინებით უდგება ერთხელ ის ამბობს თუ ქრისტიანი ხარ ასეც იქნება და მეორედ ამბობს თუ ქრისტიანი ხარ ასეც უნდა იყოს ასეც უნდა გააკეთო ამიტომ როდესაც ამბობს რომ ეს სიმართლეა ის მოგვიწოდებს დარწმუნებული ვიყოთ რომ ეს სიმართლეა და ამის მოხდენა შესაძლებელია ღმერთის დახმარებით და ეს არის ის წინააღმდეგობა რომელშიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ლუკას სახარების მე-6 თავის 53 მუხში იესო ამბობს კარგი ხე არ გამოიღებს უვარგის ნაყოფს და უვარგისი ხე არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა რადგან ეკლებიდან აკრეფენ ლეღვს და არც ეკლისაგან ყურძენს კეთილი კაცის გული კეთილი საუნჯიდან გამოიღებს კეთილს ბოროტი კაცის გული ბოროტი საუნჯიდან გამოიღებს ბოროტს რადგან გულის სიუხვისაგან ან სისავსისაგან მეტყოლებს პირი სხვადასხვა თარგმანში სიუხვია ან სისავსე და მე მჯერა რომ იაკობს ეს მონაკვეთი ქონდა მხედველობაში როდესაც მან დაწერა თავისი წერილი, რაც იესომ თქვა. ის სინამდვილეში იმას გულისხმობდა, რომ ჩვენმა უფალმა თქვა, ჭეშმარიტი მორწმუნე თავისი სიტყვებით შეიცნობა. ჭეშმარიტი მორწმუნე ილაპარაკებს თავშეკავებული ენით. პეტრე ამბობს, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე შეიყვარებს სიცოცხლეს. 1 პეტრე 3:10. იხილავს კარგ დღეებს. შეიკავოს ენა ბოროტისაგან და ტუჩები არ ილაპარაკოს ცუდი. ერთ მხრივ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრაქტიკულად და გამოვიღოთ ეს ძალისხმევა. ასევე იაკობი გვარტყილებს ორ რამეზე. პირველი რომ ჩვენი პირით ჩვენს წარმოვჩინდებით თუ ვინა ვართ და მეორე ჩვენ პირს კატასტროფის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამიტომ ის მოგვიწოდებს გქონდეს მოთვინიერებული ენა და თუ ამას გავაკეთებთ, ეს იმის დასტურია რომ ქრისტიანები ვართ და თუ ამას გავაკეთებთ, ეს იმის დასტურია რომ მორჩილებით დავდივართ. და როდესაც თქვენ ცხოვრებას უყურებთ, ჩვენ საყვარელებო თუ ხედავთ რომ თქვენი პირიდან გამოდის ის რაც არ უნდა გამოსულიყო, უნდა აღიაროთ ეს ცოდვად და მოერიდოთ მას. და ის თუ როგორ რეაგირებთ იმ დროს, როდესაც მწარე წყალი გამოდის, ტკბილი წყაროდან, თქვენი სულიერი ძალის გასაღებია, თქვენი სულიერი ეფექტისა და ძალაუფლების გასაღებია. და კიდევ ბევრი რამე არის ამის სათქმელი, მაგრამ მოდით ახლა და ყველამ ერთად ვილოცოთ. მამაო, დღეს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა შენი სიტყვისათვის. დაგვეხმარა ენის კონტროლში, მოგვეცი ძალა ამის გასაკეთებლად და ვიყოთ კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩვენი გულის კეთილი საგანძურიდან სიკეთეს გამოიტანენ. ტკბილი წყაროები, რომლებიც ტკბილ წყალს გამოიტანენ. და ყოველ ჯერზე, როცა პირს გავაღებთ, მადლი მოვფინოთ მსმენელებს. უფალო, გვახსენდება მოციქულ პავლეს შესანიშნავი საოცარი მონაკვეთი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს მე-4 თავში, სადაც ის ამბობს: ნუ გამოვა თქვენი პირიდან უკუღმართი სიტყვა, არამედ მხოლოდ ის, რაც კარგია აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს. და გვახსოვს, რომ წმინდა წერილი ამბობს: თქვენი სიტყვა იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული. უფალო, დაესინი გვიცნობდნენ არა მხოლოდ ჩვენი საქმეებით, არამედ ჩვენი ნათქვამითაც. და დაე ჩვენ წმინდა სიტყვით ვიყოთ დახასიათებულნი და ამით ვიყოთ ცნობილი, როგორც ღვთისშვილები. და გმადლობთ, რომ ამის საშუალება მოგვეცით, რადგან მოგვეცი ახალი გული და მასთან ერთად ახალი ენაც. კურთხევლი იყოს შენი სახელი, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს გულისათვის. ამინ. მადლობა მოსმენისათვის.